გამარჯობათ ჩვენო ერთგულო მაყურებლებო. გადაცემა, რომელსაც დღეს თქვენ ელოდებით, ჩაწერილია 4 შაბათს დღეს. გუშინ კი საუბრის რაღაც ნაწილზე პრემიერმა გააკეთა ანალოგიური განცხადება. და ამიტომ არ გეგონოთ, რომ ესე იგი ჯერ ჩვენ თქვით და მე გააკეთა პრემიერმა ეს განცხადება. ახლა კი ვნახოთ ჩვენი სპეციალური გამოშვება. გამარჯობათ ქალბატონებო და ბატონებო, დღეს პარასკევია და როგორც ყოველ პარასკევს ეთერშია სპეციალური გამოშვება ჩვენთან და პატა ბაბულაძესთან ერთად. გამარჯობათ ბატონობა და როგორ გამდებით? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენ ერთგულ მაყურებლებს და როგორ იმატებთ კალეიდოსკოპური სისტემა. მე თუ აგვიბრალოთ კი ბატონო. ხო, და აი ისი კითხვა მინდოდა, რომ მამუკა ფიბიას განცხადება ნამეტანი ძალიან სუდად აღიქვა ქართულ მოსახლეობას. არასწორად ვერ ზოგიერთი ბატონო ბევრს ყველას არ. ვერ გაიგო რა თქვა ადამიანმა და ჩვენ შევეცადოთ რომ ეს ავხსნათ, განვარტოთ. თუმცა ბატონო თეგის უყურეთ კიდევ ერთხელ მივესალმები, დათლისღება ხო ულოცავთ. მეც გილოცავთ უბრალოდ გავუწევთ. სრულიად საქართველოს უყურეთ ეს იყო მე მოусმინე ბატონ ერბილე ნემსაძეს და ბატონ ბექა იყო ვარდოსანიძე. ხო, ორივეს აქვს ჩემი ტელეფონის ნომერი და ორივე შეეძლო ეკითხა სანამ საჯაროდ გამოიტანდნენ ესეთ თემას. და ეხლა მე რო უყურე ჩემ ახლობელზე კაცმა თქვა, მოდით თემაზე გადავიდეთ. კაცმა თქვა ესეთი რაღაცა. სასწრაფოდ არის მისაღები კანონი, აი ის რაც კონსერვატიულმა მოძრაობამ დაანონსირა პარლამენტში. თუ ერთ სიტყვას აი ერთ ციტატასაც მაინც მეტყვიან, მე რომ მამუკა ფიფია მიესალმება საქართველოს ტერიტორიების გაყიდვას, ხმას აღარ ამოიღებ ჩემი ცხოვრება საერთოდ. მაგრამ მეორე, თვითონ არის ტოლილი, მიწა წართმეული ადამიანი, კაცო. ბიჭო, მე მგონი მამუკამ არ თქვა თვითონ რომ წმინდა გიორგის ეკლესიის საფუძველი ფიფიების დაშერებული. კი ბატონო, უყურეთ, ბატონო თიგის. ბიჭო, შეგიძლია დამირეკო და მითხრა, პატარა, ეს რა არის? იქნებ სწორი, ბიჭო, თუ არ იცით რუსულად, ბიჭო, ვიღაცას კითხე და გადაგიტანე. თუმცა ერმილემაც იცის კარგად რუსულად და მეორემაც. არა, მე ცუდს არამედ არც ერთთან ურთიერთობა მაქვს და ერთსაც აქვს ჩემი ნომერი და მეორესაც. ხო, არაფერი პრობლემა არ იქნებოდა. ეკითხა, იმ კაცმა თქვა რა, რომ პრაქტიკულად ის რაც დაანონსირა მაგათმა, ესე ვთქვათ, კონსერვატიულ მოძრაობამ, პრაქტიკულად ხარი დაუჭირა, სასწრაფოდ არის, კანონი მისაღებიო, რა თქვა ეხლა ამაზე ცუდი. ერთი სიტყვა სადაც თქვა, რომ მივესალმებით ტერიტორიისა მიწების გაკიდვას. თან ტოლვილმა ადამიანმა? არა ბატონო. უყურე ბატონ თეგის მე ყველა მეუნება ხოლმე ერთ რამეს. აი, ხო ეს ლიბერალური მხარე და აი ეხლა ჩემი შვილები ხო რუსეთის სამხედროები არიან ძალოვნები. აი შენი შვილები რო შემოვიდნენ, შენაო ალბათო, იქით ხარეს გადახვალო რა. ეხლა მე მეუნები, ბევრ ეთერში მაქვს ნათქვამი. ამ ქვეყნის გულისთვის, კაცო, როგორც კი გადმოლახავს, ვინც არ უნდა ის იყოს იარაღით ხელში, ამ ღმერთის სახში შემოვა იარაღით, მე მას ვესწრული კაცო. იმდენად ვაფასებ და იმდენად მიღირს ჩემი გვარი, რომ ჩემ გვარს ისტორიულად მოღალატის გვარს სტატუსს არ მივცემ კაცო. მაგრამ ეს იქნება ჩემი ტრაგედია, პირადი კაცო. თუ კი მე ჩემ შვილს გავიმეტებ, ბიჭო, ვინ მამუკა ფიფია კაცო? ვინც ამას მიესალმება, რომ საქართველოს ტერიტორიას დაერქვას ყოფილი ტერიტორია საქართველოსი, ბიჭო, რავი, შვილს მოვკლა მაგის გამო, კაცო. ამიტომ მე ძალიან თქო, ნუ ვეძებთ ცუდს. სანამ რაღაცაზე აღშფოთდებით, ის არის პოლიტიკოს, ის რასაც მე ვლაპარაკობ, ესე ღიად, თამამად, კაცო, მე ესე ის არის პოლიტიკოს, ის თავის ჩარჩოებშია, იმას ცოტა მეტი სურათს უყურებს.
იმან ესე ვერ ილაპარაკებს როგორც მე კაცო. ხო, სხვა ხედვა აქვს იმას. სხვა იგივე ხედვა ხო, ფართო მასშტაბით. ხო, ლაპარაკობს ცოტა სხვა ენით. ხო. ერთი სიტყვა მანახეთ კაცო სადა მეც გავუღელდი, იგი იმიტომ რომ იქ გადავა ბიჭო ხო არ გამომჩა რამე მეთქი კაცო. სადა თქვა იქა რომ მივესალმებით ქალაქების აშენებას, იმის ტერიტორიების გაყიდვას, ეგ სადა თქვა კაცო. ეგრევე შეწყვეტა ურთიერთობას კაცო, რაზეა ლაპარაკი? პირიქით კანონია სასწრაფო წესით თუ ეს კანონი მიიღო, აი რაც ამათმა დაანონსირეს ეს პარტიამ. პირობად გადაებს ვაფშე იხსნება ეს პრობლემა არაბიზაცია. აი შიშები არაბიზაციის просто იხსნება და მორჩა. გასაგები. ამიტომ მე ვთხოვ ყველას აღარა გვაქვს ის დრო რომ ერთმანეთში ცუდი ვეძებოთ კაცო. გოყოფა ისედაც იმდენი მტერი ყავს და იმდენი ის ამახინჯებენ ჩვენ იმას კაცო. ამიტომ ჩვენ მაინც გავუფრთხილეთ ერთმანეთს მე სულთა ქრისტეს მიერ სიყვარულში ვეუბნები ყველას. არ გოყოფა ეს ხუბი ერთმანეთში რაღაცის ცუდი ზებნა რაღაც აი შენ არ ცო დამთავრდა კაცო ალბათ შევეხებით მაგთებას რა ტრიალებს კაცო გარშემო და აქაც. რა თქმა უნდა. ამიტომ მე კარგად ვთხოვ კიდევ ვთხოვ სრული ვერსია დებს ჩემს გვერდზე და იქ თუ ამომიღეთ ციტატა რომელიც კაცი ამბობს რომ მივესალმები ხელისუფლების გარდაცვეთილებას მიწების გაყიდვაზე. რა არის ეს კაცო? კარი. კანონია მისაღები გასამკაცრებელიო მეტი რა თქვა ახლა? არა არის მისაღები? რა თქვენ შეიტანეთ კაცო? ხო ალბათ რაღაც ტექნიკურად ვერ გაიგებს რა ვიცი რა. ხო მაგრამ აი ახლა ერთი რა არის თავარი მე მინდა ჩვენი ტელევიზიის სახელით ჩემი სახელით და თქვენი სახელითაც მადლობა გადავუხადო საქართველოს საპატრიარქოს რომ ჩვენი მოწოდება გაითვალისწინა და როგორც იქნა რაღაცა თქვენს და თქვენს აი სტრატეგიული განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა სინოდის წევრმა ეს ხა სინოდის გარეშე ამას სანამ ოფიციალურად გააკეთებენ მე ვიცი რომ ამის მუშაობა მიდის და მე ისაც ვიცი რომ საპატრიარქოში არის ჯგუფი შექმნილი რომელიც 24 საათიან რეჟიმში პირდაპირ გაგებით 24 საათიან რეჟიმში დგანან და ლოცულობენ დაიწყეს ესეთი ჯგუფი შეიქმნა რომ ერთმანეთს ენაცვლებიან და 24 საათიანი ლოცვა მიდის საქართველოზე და გამოვიდა ერთ-ერთი სინოდის წარმომადგენელი და მოუწოდა ხელისუფლებას ჩვენი ეგიდითო, ანუ საპატრიარქოს ეგიდითო ის რაც ჩვენ თქვით, რომ შეიკრიბეთ და იმსჯელეთ ქოლგაზე, გააკეთა განცხადება და აი ვინც არ მოვაო და არ ამას შეეწინააღმდეგებაო, ის იქნება მოღალატეო. აბა თუ მიხვდებით ვინ გამოვიდა და ვინ შეეწინააღმდეგა. აი ხელისუფლებიდან გამოვიდნენ, აღარ გვინდა ხო რებუსი თქვა. გია მოსკი გამოვიდა და საპატრიარქობო პოლიტიკური განცხადებები არ უნდა აკეთოსო. ანუ არ გინდათ გაერთიანება და შეთანხმება რაღაცაზე? რა გინდა აგძელებთ კიდე სიძულვილ ბიჭებო? რავი თქვენი წამზომი ჩართულია. მე მგონი და ამაზე ვილაპარაკებთ ახლა ჩვენ. მე მგონი რომ ეს იყო პირდაპირ მტოლობა. იმიტომ არ ესიამოვნებთ საპატრიარქოს განცხადება, ესე ვთქვა, წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრის განცხადება, რომ გვეყოფა სიძულვილი, გვეყოფა ერთმანეთის უბედურებისა, ჩვენი ეგიდითო საპატრიარქო ჩაუდგება სათავეშიო და შევიკრიბოთო. ანუ რასაც მე აქ ვყიროდი, სიძულვილი მოდის იქიდან. იმიტომ რომ მათ მეტი გამოსავალი არ აქვს თენგო. იმათმა სიძულვილი რო შეწყვიტო, მოუწევთ თავისი თავის ქვეყანაში მოსახლეობასთან საუბარი. საუბარი მოუწევთ. რაზე უნდა გესაუბრონ? რა არის თემა, რაზეც უნდა გესაუბრონ და ვისთვისაც ეგენი მზად არიან. ამიტომ ბატონო წმინდა სინოდის წარმომადგენლებო, პასუხი გაგცათ ხელისუფლება მაგაზე. ახლა ჯერი არის ქართველებზე. ან ეს ხელისუფლება უკვე არის წონასწორ დაკარგული, პირდაპირ გეუბნებით და წონასწორ დაკარგულია. დიდი დრო აღარ უწერია და აგერ თქვენ და აგერ მე.
ამიტომ უყურეთ აქ არის ერთმანეთში მაინც აი ის ერთმანეთში ცუდის ძებნის ის დავამთავროთ შენ გუშინ ესა თქვი შენ იმან გაანებეთ ამას თავი ამის ფუფუნების დრო არა გაქვთ აღარა გაქვთ всё მორჩა კინო ამიტომ ჩვენზე ახლა ქართულ ხალხზე უნდა ამოუხირავოთ მაგიდა ამათ ძალადობის რესურსის ძალაც აღარა აქვს პირდაპირ გეუბნით აღარა აქვს მაგ რესურსის ძალა ერთი უნდა ჩავამატო მანამდე ბატონო პატარო ჩემის აზრით რა თქმა უნდა არავის აზრს არ გამოვიყენებ ამ სიძულვილით უბრალოდ იხანგრძლივებენ ესენი ადგილებს რატო იცი ჩვენ ვერ ვიცვლით მე მაგათთვის კითხვების დასმაზე ერთმანეთზე ვართ უკვე ხედავ აი რაღაცებს ვეძებთ ცუდი აბა იმადი ჩასაფრებული აბა იმადი ის ხوارა თქვა ცუდი რამე ხო და ექსიზული ვარ დაწესით და უკვე აღარ აქვს სათქმელი რამე მკითხოთ რატო ეს ასე რატო ეს ისე და ამ კითხვასაც არიდებენ თავს და ჩვენ გვიყურებენ ზემოდან რამე ჭარბ ერთმანეთს კი ეგ არის და ჩვენს გარეშე მაგას უკვე ჩვენ გასაკეთებელს სხვები გააკეთებენ აუცილებლად გააკეთებენ ყოველ მიზეზს გარეშე გააკეთებენ ამას მაგრამ ისინი გააკეთებენ ისე რომ ჩვენ მოგვიწევს მე მაგ ფასის გადახდა და თუ არ გვინდა ქართველებს ეს ფასი მე გადავიხადოთ ძალიან ტრაგიკული ფასი იქნება იცოდეთ ეხლა გიანონსებთ ცოტა მეტი ვიცი კატასტროფა იქნება აი ძალიან ტრაგიკული ფასი იქნება გადახდილი უყურე რომ მე თქვა თქვენთვის აი უყურე როგორ გითხრათ გამოვედი ერთხელ Georgian Times-ის დამიძახეს შარშან პატა ჩემს ეხნის წამყვანი გარი აღარ კაი ადამიანია მართლა წვრილი ადამიანია და იქ ავთხვი იქ უთხარი ის დრო არ მოვიდეს ისეთ სიტუაციაში არ ჩაგვაყენონ მე უთხარი ჩვენმა სამეზობლომ არა მარტო ერთმა სამეზობლომ ჩვენმა სამეზობლომ ისეთ სიტუაციაში არ ჩაგვაყენონ რომ იძულებული გახდეს რომ ქვეყანა ფიზიკურად გადარჩეს აფხაზეთი და სამაჩაბლო პროსტო გაღიარებინონ რავი ესე ფიქრობდით ზელენსკიზე მაგრამ რავი გონი ეხა თელი მსოფლიო აძალებს რომ აღიარე და აღიარებდა შენ ვიხარ არ გაღიარებინო რავი ტაუკლარჯეთი გაღიარებინეს ხო ამიტომ უყურე არის მაგის საშიშროებაც შენ არაფერი არ ახარ კიდე გეუბნებით ის რა პროცესებით დაწყებულია შევეხებით აბა ამ კითხვებში ხო შენ არაფერი არ ახარ კაცო შენი სიტყვის წონა დაჟე შენი შიგნით ვერ ცელდება კაცო და ის რომ უყურე მე მართლა ეჭვმე პარება რა ეხლა ვერ ვამბობ რა ვაფშე ბიძინა მართლა აკონტროლებს სიტუაციას რა ვიცი ამაზე უფრო უმნიშვნელო რაღაცაზე შემოვიდა მესამედ პოლიტიკაში რაღაცა ისეთი არავითარი სტრატეგიული და ისეთი შეცნობები არ იყო მაგრამ ტიპმა შეწუხდა და შემოვიდა და ეხლა ჩუმად არის შემთხვევით გემზე ბუნტი ხო არ არის კაცო როგორ აი ესეთი ძვრებია დაწყებული რას მეუნებით ხალხო დებილები ხო არა ვართ კაცო ხო კარგი დორბლი ხო არ ჩამოვიდეს კაცო საეჭვო ვითარება სადა არა მე ვაპატიეთ კაცო რაღაცა კორუფციის გამო თუ რაღაცა იმის გამო შემოვიდა მესამედ პოლიტიკაში ბიჭო ეხლა რა ის პოლიტიკა ქვეყნის ყოფნა არ ყოფნის საკითხია და ჩუმად არის ამაზე მნიშვნელოვანი რამეზე შემოვიდა რო შემოვიდა მესამედ პოლიტიკაში ამას ვკითხულობ კაცო მე ეს მაიჭვიანებს ეს აიჭვიანებს ყველა სამეზობლოს კი არა აიჭვიანებს სამეზობლოს სპეცსამსახურებმა უფრო მეტი იციან კაცო ვიდრე საქართველოში მაცხოვრებლებმა ამიტომ იმათმა პირდაპირ თქვეს რომ ბუნტია შიგნით აქვს ამათ უკვე ბუნტი კაცო იმ კაცთან მე არ ვაპრავებ იმ კაცს კაცო იმ ნეგელებით მოცემულობა რაც არის მე ესე უკვე რატომღაც 80% ესე მჯერა უკვე კაცო რომ ესე მიშობა ქვეყნის და როდის რა მოხდება ბიჭო თანაც ისეთი სტრატეგიული შეცდომებს უშვებენ ახლა უკვე არარუსოფობიულს უკვე კაცო გადახედეთ სამეზობლოს ოფიციალური გვერდები წაიკითხეთ კაცო რევს წერენ საერთოდ რევს წერენ კაცო და ეგ არის ის ბატონო ბიჭო როგორ არის ის მაშინ რაშია რასთან აგვაქვს საქმე რასთან აგვაქვს საქმე კაცო ყველა მისი ერთგული ისა დაჭერილია
ყველა მისი ერთგული ადამიანი სამსახურებიდან გაყრილია. ყველა მარტო მაგათია გაყრილი მეთქი, მარტო ბიძინა ინოვანიშვილის კადრებია გაყრილი, კაცო. მე სახელი და მეორე გადაცემაში სახელი და გვარებით ვიტყვი, კაცო. ყველა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენები გაქცეულია, კაცო საქართველოსა. რაშია საქმე? ვაფშე რა ხდება? ვინა დარჩენილი? მე არ ვიცი, კიდე გეუბნებით, ფაქტია, ბიჭო, რამეს მე არ ვამბობ რაღაცა ანალიზ, მეგევლებით მოცემულობა რაც არის. საუდის არაბეთში წასვლის გარდა მითხარით, იქაც რო წავიდა რაქნა. თავის მიწა შეთავაზა. მაგაზე ბიჭო, დავუსი, იქაც არ ეძახია და ყველა ჩვენი მეზობელს ეძახიან. ყველას. ფორუმზე არ იყვნენ. აფრიკაში არ დაჭა მუბანგა და ბანგა ქვეყნები ისინი ჩაიყვნენ. ვაფშე რა ხდება ამ ქვეყანაში, კაცო? ვაფშე სადავართ ხალხო? ბატონო ბიძინა რა ვაფშე აკონტროლებ სიტუაციას? სიჩუმე და რაღაცა რა ვიცი მე ეს რა ხდება, კაცო? ამ დროს სიჩუმე კი არა მე მგონი უფრო ხმაური. რავი ამაზე კიდე ერთხელ ამაზე უმნიშვნელო რაღაცაზე შემოხვიდით მესამე პოლიტიკაში. საერთოდ ახლოსაც რომ მივა ისეთი მიზეზის გამო შემოხვიდ და ეხლა რა არის ეს რა სიჩუმეა, კაცო? ყველამ ყველაფერი ვიცით, კაცო. ყველამ ყველაფერი ვიცით, ვინც საჭიროა იმ ხალხმა, კაცო. რა გინდათ ტრაგედიამდე გინდათ მიიყვანოთ ეს ქვეყანა? ვერაფერს ვერ ვიტყვი ბატონო მაგასთან დაკავშირებით. არა, მე მეწვით გამოვთქვა. თუ არ და ხალხი აი საეჭვო ხო, აი სუდის მანიშნებელია სიჩუმე, მე ჩემი ზართ ასე მგონია. ეს სიჩუმე არის ძალიან სუდის მანიშნებელი. გადავირიე რა, არა, რატო იცი უკვე რაც მე ხდება, მე კიდე ერთხელ მეგევნებით ხალხისთან, ჩემაზეც არ გეუბნებით. რაც ცუდი ხდება, ბიძინა შენი ასე, შენი ისე, კაცო. ხო? რა არის ეს რა? და ყველას გონია რომ ბიძინას გარეშე ვერ გაკეთებ. ებიჭო გამოდი და თქვი თუ ეგრეა, თქვი რომ ეგრეა, კაცო. ჯვარი არავის არ არის დამქვეყანა დაწერილი. კაცო, შენ კი დავით აღმაშენებელი ყავდა და დიდი მეფეები, კაცო. იმხელა ისტორიის ქვეყანა ვართ. მართალი ხარდია თანხმობის. ვოტაკ. მოდი რა, ახლა აქვთ იცით ჩვენ ბატონობა და გადავინაცვლოთ. უკვე ჩვენ საყვარელ ტრამპუნია ვიძიასთან. ჩემი გახდა, ჩემი. დედა რა კაცია. მისი განცხადება. მაგი გაახარებს ღმერთი, მაგი გაახარებს. მისი განცხადება განვიხილოთ კავკასიასთან და ვაგას ვენაცვალე. ესე იგი ორი გადაცემის წინა ვთქვი, აქ ცოტა ხმამაღლა მომივიდა. ხო, ეგ ყველაზე მეტი რა არის, იცი, ჩვენთვის სასაცილო და რატომ გურისია ყოველივე ეს პირზე იმას სიცილს. იმიტომ რომ რასაც ვამბობთ, მესამე გადაცემამდე ვერ ვასწრებთ. ვერ ვასწრებთ. პარახა მოგვისმინეთ ჩვენ და მართეთ ისე. არა, ჩვენ ანალიზს არ ვაკეთებთ. ხო, ლაპარაკობ. ჩვენ ლაპარაკობთ ის აი რომ ხალხო ეს არის ჭიქა. ჭიქაში ასხია წყალი. თქვენ გეჩვენებათ აქ ღვინო არ არის, კაცო, წყალია. მე ვიღაც ამბობს რომ მართლა წყალი ყოფილა, კაცო. აი ჩვენ გვეგონა ღვინო და ახლა უყურეთ. ხო თქვით წინა ორი გადაცემის წინ რომ ბიჭო სანამ იქიდან ამერიკიდან არ გეწყოს გამანებე თავის შემეშვი, კაცო. ისვისაც მინდოდი აღარ მინდიხარ, კაცო, მაგისტვის, კაცო. შევთანხმდი ამასთან. ამ რუსეთთან შევთანხმდი, უკვე აღარ მჭირდები ფიჩხად, კაცო. დამანებე თავი, კაცო. რა წერილებს ამწევ შეჩემისა შენა, კაცო. ბიჭო მაინდა დედის გინებით გაგაგდო? იმ კაცმა გამოვიდა და რა თქვა? კავკასია ჩემი არ არისო, კაცო. ეგო იმ კაცის ის არისო, გავლენის სფერო. ვლადიმიროვიჩი. ხო, რუსეთისო რა. ამათი სახეები შეხედე? ახლა აი გაკითხები, აი რა კომენტარი უნდა გავუკეთო? ხო, ჩვენ ხო ისა ვართ დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა და გაეროს რა ის გარო ხვალ დღეს ხვალ უკვე იშლება. მგონი კი არა იშლება, კაცო ეგ გაეროს. ბიჭო რატომ ხო ვიცი ამ ხალხს აი ეს ხელისუფლებაში რო არიან ძალიან რთულია ამის შეგუება. ცუდად ნუ გამიგებენ. მათ შეუძლიათ ერთი რამე გააკეთონ. საპატრიარქოს განცხადებაზე ან გაყვნენ და ამ შემთხვევაში ქვეყანა არ დაზიანდება, ისე მოხდება ახალ ეპოქასთან,
ჩვენი თანაცხოვრება სხვა გზა არ აქვს. იმან გითხრა თქვენმა პატრონმა, ჩემი აღარ ახარო, კაცო. ესაო იმისიაო, იმისი. შენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტიო, მაპატიეთ, მაგრამ ერთმანეთზე დამახატეთ აგერო. ეგ კითხეთ გრენლანდიელებსო, კაცო, რას ნიშნავს სუვერენიტეტიო? ეგაო, კითხეთო, კაცო, აი თქვენ მეზობლებს სირია რო არის, იმას კითხეთო, კაცო. მეცაც გეტყვითო. ეგაო, სერბებს კითხეთ, რა არის სუვერენიტეტი და აგიხსნიან, კაცო, კარგად. რა ის გიჟობენ აქ, კაცო? ეს ამათ ექსპერტები რო გამოვარდებიან და ამაზე სუვერენული და ჩვენ რა ის სუვერენიტეტი ქვეყანაში? რა ის სუვერენიტეტი ქვეყანაში? შენ საკუთარ ქვეყანაში შენ არ გისმენენ, კაცო, ძალადობაზე ხარ გადასული. თუ რა ის სუვერენიტეტი ხარ და კიდე გონები ვისაც არ ეძება ყველა ფეხებს იწვიდავს ამ ქვეყანაზე, კაცო. აბა. თქვენ ნორმალური ხარ ხარ. ახლა გეკითხებით, რას ვაკეთებთ, კაცო? გოგამოვარდა ეს პრემიერ-მინისტრი, არა, კაცო, თქვენ ხوار მაგიჟით ევროკავშირში მიდოდი. რა ის ევროკავშირში მიდიხარ? დღეს დავოში რა ხდება, კაცო? დავოში. თუ დედის ტრაკი აგინდა, კაცო, შენ ევროპას, კაცო. ბიჭო, მეტი რა გინდათ, კაცო? მაგრამ აი ესენი როგორ, აი სხვა რა უნდა თქვა? აი სხვა რა, აი გოგამოვიდნენ რა უნდა თქვას, რომ ჩვენ კიო, აი კი მივიდოდით ევროპაშიო. მე უცბად არაბეთში ხომ მოყავით თავიო. იქიდანაც გონი ახლა მე მგონი იქიდანაც ეს ადგილზე გვირთხავენ, იმიტომ რომ არავინ აქ არაბებს არ გააბლატავებენ. იმიტომ რომ იმ კაცმა თქვა რომ კაცო ჩემი არ არის ეს იმისი არისო, იმისიო. აქედან გამომდინარე გეკითხებით. ეხლა რო გამოვიდნენ რა უნდა თქვა? რომელს ჩაერთლება, რომელს აქვს იმდენი ინტელექტუალური განათლება, ან რაღაცა მარაგი თავისი წარსული ცხოვრებიდან რომ ჩავიდეს და დაასტოინათ ელაპარაკოს, ჯერ არც იძახიან, არც დაუძახებენ. არაფერს და ამათ თუ ჩვენ კიდე გევლით მაგიდას არ ამოვატრიალებთ, მაგათის. პირდაპირ გაგებით კი არ გევლით, თუ ჩვენ აქ სიტუაციას არ შევცვლით, ეს ეხება რუსთავებზე მოსიარულებს, აღარ ვამბობ რო ყრიან. ამოვიღოთ ეგ ტერმინიც. ისინი ჩვენები არიან, კაცო. გვინდა, არ გვინდა, იმათ ისინიც ქართულ გვერდს ატარებენ. გვინდა, არ გვინდა, ერთ სახლში ვცხოვრობთ, კაცო. გვაქვს მასეთი ქართული ანდაზად. სოფელს ერთი გიჟი უნდა ყავდეს. ამიტომ ყველა შეეხება მეთქი და თუ ჩვენს გარეში ამოვატრიალეს ისა, ხალხო, ფასს გადავიხდით ცუდს. გეუბნებით რომ დიდი ფასი ისეთი ფასი დაგიჩნდებათ, რომელიც მე თქვენი თაობა როგორც ჩვენ ვართ შეჩვეულები ტაოკლარჯეთი თურქეთის არის. ეხლა არ მითხრათ მუხლები გაქვთ გადაწყავებული ტაოკლარჯეთის დაბრუნებაში. არც კი ვლაპარაკობთ მაგ თემაზე. რავი არ მოხდეს ისე, კაცო. ზოგიერთმა უკაზეს არის ისა რა ტაოკლარჯეთი. ამიტომ ამობ ხალხო, ან ჩვენ სიძულვს ეხლა ყველა ვდებთ იქით. ზუსტად ვაკეთებთ რეალობას, უსწორებთ თვალს და რაც მე ვთქვი, არ ვერთიანდებით, მაგრამ რაღაცაზე ვთანხმდებით. ნუ წარმოუდგენელი ახლა მე და დაუშვათ აი რუსთაველზე როგორ დადიან იმათი ლიდერების გაერთიანება. ეს არის წარმოუდგენელი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რაღაცაზე შევთანხმდეთ. პირველი ვთანხმდებით თუ არა რომ ის დღის წესრიგი რაზეც თქვენ რუსთაველზე ოცნებობდით და დადიხართ და გეგონათ რომ ის გზა კარია, ხო ფაქტია რომ დამთავრდა. ამაზე ვთანხმდებით. მე თქვენ პატრონებს დაურეკეთ, კითხეთ და თუ ისინი გეტყვით არა კაცო მაგრამ გევარ და აი ყოჩა გათავარ და ნუგეშინიათ ისე ჩვენ დაუბრუნდებითო. ხო აი მე მაშინ არ შევთანხმდებით. თვითონ ისინი გეტყვიან რომ გამონებეთ თავი კაცო. ზარზე უპასუხებე? ეს ერთი, არა, უყურე ეს დამშო. ამაზე ვთანხმდებით რომ ის რაც გოგონა 34 წელი დამთავრდა. ანუ ამაზე შევთანხმდით. მეორე ვთანხმდებით რომ ასეთ ტერიტორიას რაც საქართველოა უპატრონოდ რომ არავინ არ დატოვებს. ამაზე ვთანხმდებით. უნდა შევთანხმდით. აბა ეგეც არის ფიზიკაში არ მოხდება, ბუნებაში არ მოხდება, რომ ესენი დამოუკიდებელი და სუვერენიტეტი ქვეყანაა და ამას არ შევეხოთ. ეგეთი ზღაპრები ყველას გვჯერათ რომ ეგრე არ ხდება. ამაზე ვთანხმდებით რომ რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მესამე ვთანხმდებით რომ რეგიონში ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია რეგიონში გეუბნებით, მარტო საქართველოს კი არა, რეგიონში გეუბნებით. ერთადერთი უსაფრთხოების გარანტია არის რუსეთი თუ არა, კაცო, მე ჩემი არ გზირათ, ტრამპს კითხეთ.
ევროკავშირის წევრებს კითხეთ, ისინი გეტყვიან კაცო, მე არ დამიჯეროთ, მე შეიძლება გძულვართ და რა ვერ მიგებთ აქამდე გის რომ ეძახოდით. ამაზე ვთანხმდებით, რომ შენმა პატრონებმა გეუბნებიან, რომ ჩემი აღარა ხარ, იმისი ხარ. ცუდად ხდება ყურში იმისი ხარ, რომ არა ხარ, არასდროს არ ყოფილხარ, შენ რაც საქართველოს ასე დამოუკიდებელი არ ყოფილხარ. ამას მუთარმით, აბა წაუწვეთ. ესე კინო უყურებ კაცო. შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ისე იმსჯელე სტრატეგიულად შენ განვითარებას შენი რუკიდან არ წაშლას პირდაპირ გეუბნებით არის მაგის საშუალება არ წაშლას ხალხო გიღის რაღაცის ფასის გადახდა თუ არ გიღის და რატო შენი თანთავრდება ეს ქვეყანა კაცო რო არ დაბადებულა იმ ხალხს არ უტოვებთ ამ ქვეყანას ნუ ესე იგი როგორ არის ეს ხალხი ახლანდელი გადმოსახედიდან ბატონო პატა მე რასაც ვფიქრობ ახლა რა არის იცით ჩვენი აზროვნება ყველაზე მაგ ჩემზედაც ვამბობ რომ ისი არის მე მგონი მომართული всё მე რომ მოვკვდება ქვეყანას არა კაცო ჩვენი მეფეები შვილებს ტოვებდნენ კაცო ქვეყნის გადასარჩენად აი ფიქრები ისინი ისი არის მომართული და როცა უნდა ვფიქრობდეთ იმას რომ ვინც დაბადებული არა სწორად აღნიშნეთ თქვენ ვინც დაბადებული არა და აცი უნდა დაიბადოთ იგი რომ ქვეყანაში უნდა დაიბადოთ რა ქვეყანას utოვებთ ხალხს utოვებ რომელიც სადა იმის საქართველოს რა გეოგრაფიაში utოვებთ კიდე მეტყვით ანუ თუ სანამ ამ კითხვაზე რო გეტყვით პასუხი ყველამ თქვენ პატრონებს კითხეთ ხო აი რუსთავებზე მოსიარულე ქართველებს ნახე კაგა თოპალა კოპუგე მოსეილე ქართველებს ეგუგეთეს ხო კითხეთ თქვენს ლიდერებს ეს კითხვები დაუსვით კაცო იმ თქვენმა ლიდერებმა დაურეკოს კაცო თავის ფონდერ ლაინერებს და რავი რაღაც სიკვდილებს იქ ვარია და ისინი რა პასუხსაც გასცემენ იქიდან ვილაპარაკოთ კაცო იქნებოდა ისინი გეუბნებიან თუ მიდავას კაცო გამონებეთ თავი ჩვენ თვითონ ვიშლებით კაცო აქა ამიტომ უყურე მოკეკლუწობთ ამ ხელისუფლებას ეს ვერ გააკეთეს ამ ხელისუფლებამ საპატრიარქოს გასცა პასუხი კაცო საშინელი პასუხი ხო ნუ ამან გასცა პასუხი რომ ჩემს გარეშე მე თუ არ ვიქნები ქვაქვაზე მყოფილი ამ ქვეყანაში კაცო ეს ამას ესე ნიშნავს კაცო ენის მოწლუկ ეხლა ჩვენზეა დამოკიდებული თვითონ ყველაზე რუსთავებზე და მოსიარულესი რავი კონსერვ ყველასი ჩვენ ამ ქვეყანას ვინარჩუნებთ გაიგარ ჩვენ ხვდებით ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ხვდებით ვიბრუნებთ იმ სტატუსს რომელიც ჩვენმა წინაპრებმა თავის სისხლით ფასად შექმნეს რომ ეს ქვეყანა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ტერიტორია გამტარი იყო ხო მარტო მაგი ინტელექტუალური ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ გამტარუნარიანი ვერ იქნებოდა ინტელექტუალური არ ყოფილიყო და უყურე თენგოს უყურე კიდე ერთხელ რომ კაცობრიობაში სამჯერ შეიცვალა ადამიანის აი პლანეტაზე აზროვნება შეიცვალა სამჯერ. ერთი რომ მაცხოვარი ეშვა და იმის მერე ეხლა დღეს არის 2026 წელი. ანუ იმის მერე იქ აზროვნება შეიცვალა კაცობრიობის და წამოვიდა სხვა. როგორც მუსულმანისთვის, ისე ქრისტიანისთვის ყოველთ ისინი ითვლიან ეხლა ვკითხო ნებისმიერ ქვეყანაში ჩახვიდე რა როგორი რელიგიასაც არ უნდა ის ყველა გეტყვის რომ ეხლა არის 2026 წელი ქრისტეს შობიდან კაცო გინდა არ გინდა აღიარებს ხო ბიჭო ეს ერთი მეორე შეიცვალა პირველი მსოფლიო ომის დროს იქაც ქართველი იყო კაცო ხო ხო არ დაგავიწყოთ იქ ქართველი იყო კაცო და მესამედ ტიპმა პლანეტაზე შეცვალა კაცობრიობის აზროვნებმა ორმა ქართველმა მარტო ომი კი არ მოიგო კაცო იმან პლანეტაზე შექმნა სულ სხვა აზროვნება, სულ სხვა დღის წესრიგი შექმნა. სახელმწიფო შექმნა კაცო იმან ისრაელი. ბიჭო, ყველა მეზობელს პატივსაც აზერბაიჯანსაც, სომეხსაც, რამე ყველას, თურქსაც. ბიჭო, რატომ აზერბაიჯანელი არ მოხდა ეგრე? რატომ სომეხში არ მოხდა ეგრე? რატომ მაინდა-მაინც ამ პატარა საქართველოსთან იშვა ყოველთვის ისეთი ადამიანი, რომელმაც კაცობრიობის აზროვნება შეცვალა. დღეს რო ერთ-ერთი ქვეყანა რუსეთი ესე რომ დღეს ქვეყანას აზანზარებს კაცო. ბიჭო, კიდე გემით ქართველი შექმნილია, თქვენ გესმით? ბიჭო, ამ ქვეყანას ესეთი ფორა გაქვს. რომ იყო ყველაზე დაცული.
ეკონომიკურად ყველაზე წელში გამართული. და ყველა გიგანტი ქვეყნებისთვის, ესე ვთქვათ, წამყვან, აი სამივე სახელმწიფოსთვის, როგორც ამერიკა, როგორც ჩინეთი და როგორც რუსეთისთვის, იყო სამივესთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო და ვერავინ ვერ ბედავდეს თმის ღერი აქ ჩამოვარდეს ვიღაცას. რა ის არაბიზაციაზე მეუბნებით მე კაცო. ჩვენ თუ ამ პრობლემას სწორად შევხედავთ და კეკლუსობას გავანებებთ თავს და იქით არ დავიწყებთ ყურებას ჩვენი ხელისუფლების როგორც ეგენი იყურებია და სწორედ შევხედავთ კაცო. ბიჭო, ამ ქვეყანას უსაშუალო არაფერი არ ჭირს კაცო. მართალი ხარ. და არავის საშული ჩვენ არაფერი არ ჭირს კაცო. ახლა გითხრა ჯორჯიან ტაიმზ უსმედი ეს მაკლოს ხო წამოვარყა თავში კაცო იმა. რა ხუშები ბიჭო, ჩემი ტრამპი. არ დაივიწყოთ, ეს იყო ერთი რაღაც მაინტერესებს უბრალოდ ვიწყებ. აი ჩვენი გადაცემა იმით უფრო არის საინტერესო და იმიტომ არის ორგანული და იმიტომ არის ქართული. დავიწყეთ ამ ტრამზე საუბარი. მაინც ხო ბიჭო, პირდაპირ გვეხება. ჩვენი ტყივა და აიმიტომ ვამბობ, რომ ამ გადაცემაში შინაარსი არის საქართველო. არავით არის ტრამპი და არავით არის ის ზელენსკი და არავით არის ის და აი კიდევ ჩვენ მიზანია საქართველო მიარსებოს დიდხანს და მრავალჯამი არა. თეგოს ჩვენ ყველა სამხედროებით მაგი რას ნიშნავს? არის აპონდი პუნქტები რა ესე აი ესე ვთქვათ ტრის ბანაკის. ხო? ეს ამ ჩვენთ შტურმავიკები. ჩვენ ვანგრევთ ამ შტურმავიკ აი აპონდი პუნქტებს და ეს ცოტა მტკივნეულია, გაიგე შენი ხმაურია რა. სულ გაიგე სანამ ამ აპონდი პუნქტს აიღებ, იქ არის ხმაური ბევრი ვერ გიგებს. და მე ამის მე შენ აღარ უნდა უყურე მე მეუბნები ამ ხალხს კაცო მე ადეკით და გაიარეთ თქვენი ინტელექტით ხო აი ჩვენ ახლა უკა უნდა მოვყვებოდეს ისეთი ინტელექტუალური ხალხი როგორც საქართველოს შეყვარება ხო აბა ახლა ათვინა გაწევს ჩვენ მივდივართ პირდაპირ ჩვენი სიტყვებით ვინ ვიცი და არ ვიცი ყვირი ვართ უყურეთ ეგეთ ამიტომ თანაც თემა რა არის იცი რომ ვინც ეს ხალხი რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ ყველა მიწის რომ ესეა კაცო ბიჭო რომლები ნუ კომპლექსებით კაცო ხო ამოიღე ჩვენც ვიცით შენც იცი კიდე გავლები რო არ დაბადებულა იმანაც იცის დაჟე კაცო აი ქროზის კუკუტიმებში კვერცხებში იმანაც იცის დაჟე რომ სიმართლეს ვლაპარაკობ კაცო როგორც ბიჭო რამე ხაია გავაკეთეთ რაც ამდენ არა ერთი განსადება ამ მიმიტით ბიჭო აი შენ რო ესე თქვი რატო ესე არ არის ბიჭო მითხარით ერთი მაგალითი კაცო მე რატო იცი მე არ ვაკეთებ ანალიზს კაცო სადმოგი მაგრამ ანალიზები ადერ ხართ კაცო იქა მეცნიერება და პოლიტიკის დოქტორები კაცო ხო და რავი აწლები ერთი მაგალითი არა ვარ მაგდონიზე არა კაცო აი ჩვენ მე პასტორიკაცი ვარ გეონებით აი ესეა კაცო რავი თქვენ მეძახით ამას ფეკალეთ მე გეონებით ერთად მწნერი კაცო რავი ახლა როგორც გინდა ისე გაიგეთ კაცო ბიჭო გეონებით ხალხო სულ ცოტა ხელს მაინც მოგიშლით მე აქ ეს ამ გზაზე გამოიარეთ მე გჭირდება თქვენი ახალგაზრდობა თქვენი ნიჭი თქვენი ქართული გენი გენეტიკა განვითარება ბიჭო მე გჭირდება იმიტომ კეთდება ესა კაცო წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ კი არა კაცო ბიჭო აი რომ მეთქვა თენგის აი შარშან რომ მეთქვა რომ ტრამპი მოვა ახლა ხელისუფლებაში და ეს ტერიტორია ჩემთვის მინდა ის ვენესუელაც ჩემთვის მინდა კაცო აი ხა ირონიით გეუნებით რა ხო მაყურებლები ხომ მეტყოლები ბიჭო ეს კაცი ან არადეკვატურია ან წაიყვანეთ ბიძა ფსიქიატრში დააწვინეთ ბიჭო ხო ხანდახან კი არა ხშირად ისე ხდება რომელიც ვერ წარმოგვიდგენია გეუნებით ეხლა კიდევ ერთხელ გემოვართ ან ჩვენ გოზე მოვდივართ ამ 34 წლიან სიგიჟე და აი სასირეთს დავამთავრებთ ამ გეუნებით მოგვიწევს მე იმის გამო რომ ჩვენ ფიზიკურად გადავრჩეთ მოგვიწევს მე უკრაინასავით რაღაცა ტერიტორიის უკვე აღიარება შენ არაფერი არ ახალ კიდე გეუნები ბიჭო კი არ გაკნინებ კაცო ფაქტია კაცო რომ ეს არის ესე მივიყვანეთ ჩვენი თავი კაცო ხო აი წეგან თქვით ბატონო არა ბატონო წეგან თქვით რომ ისეთი რაღაცის რაღაცას გავიგორებთ რაც ჩვენთვის წარმოუდგენელია ხო მაგალითს გეტყვით მაგისას ზუსტად ტრამპის განცხადებაზე გეტყვით მაგალითს ტრამპმა რომ განაცხადა
ვინ არის მტერი? აბა მითხარით თქვენ ამერიკის და რუსეთის. ჩვენ მაგას რომ ბიჭო რომელ წარმოგიდგენთ ისე ხდება. დავამატოთ რომ ეს ტრამპა თქვა თორე არა კაცო ტრამპის მაგარი ყველა ვიცის უკვე კაცო. დაგაბრალები. და რომელმა ქვეყანამ თქვა პატივცემულო ხელისუფლებამ რომ კავკასია ჩემი არ არის კაცო ესო იმ კაცის გავლენის ისე ნუ იმ სახელმწიფოს გავლენის სფეროა. აბულაძე ამას რო ამბობდა გიშეძახოდით კაცო სამსახურიდან გააგდეთ თქვენ შობელს აღლებო თქვენა თითქოს ახლა მე დამიჯერა ტრამპმა კაცო. ბიჭო ესე რო ვინმე ეჭვიეტარებოდა აქამდე? ან როდისმე სხვანაირად იყო? რატომ ვიტყუეთ თავი კაცო? რატომ მივიყოლეთ ეს ქვეყანა აქამდე რომ ბიჭო ეს დაგჭირდა რომ ვიღაცამ იქიდან გითხრათ გამანებეთ თქვენი დედავატირე თავი შემეშვით კაცო აღარ ჭირდება. რა ღია წერილებით არ უნდა წეროთ? რა ვაზელინით არ უნდა მოისვათ ერთ ადგილზე არ ჭირდებით არა კონეთ ფილმა ქვია მაგას კაცო. გასაგებია. ბიჭო აი გადავიდე ხარ ბიჭო არა რო კითხო ერთიერთზე ნებისმიერს რო კითხო ერთიერთზე ყველა გეთახმება. ბიჭო რა მე ჩვენ დაიტრები ვარ თუ რა არის კაცო. ბიჭო გადავიდე კაცი რა. აი ზუსტად მაგას ვუძახით ბიჭო ერთ-ერთზე რომ მეუნები რომ ეგრეაო და მე 10 ერთზე რომ მეუნებით არა ეგრეო ჩვენ ზუსტად ეს გვინდა რომ იმათმა ის ერთის და ერთის აზრი გააერთიანოს. ბიჭო მაგათი პატრონები ამობენ უკვე აბულოძისენით კაცო. ვიცი. ბიჭო უკვე უხეშადაც ამობენ. ზუსტად იმეორებენ იმასაც კოლექტირებასაც არ უკეთებენ. არა კაცო პირდები ნარაზო მოითხრე მიდია. ვეუბნები ხა ხელისუფლებას კაცო კი ხელისუფლება ხალხს ვეუბნები. ჩვენი ხელისუფლება კი არა მაკრონზე თქვა კაცო მაკრონზე ეგაო დღეს არის ხო აღარ იქნებაო. რომელ ქვეყანაზე თქვა იცი ატომური ბომბი აქვს. ბიჭო ამ ხელისუფლებას უთხრეს კაცო ყველა სამყარო მუთხრა ყველა ევროპაში თითქმის პირველი სახელმწიფო ხო ნუ ატომური ქვეყანაა რა საფრანგეთი გერმანია საფრანგეთი არა პარალელი მინდა გავა ბიჭო თუ კი მაკრონს და ამას ესეთ რაღაცას ეუბნებია და ამ ხელისუფლებას ხო უთხრეს კაცო სანამ ხელისუფლებაში ხარ არ გელაპარაკებიო ამ ხელისუფლებას თუ იმათმა შეცვალეს გეუბნებით ცუდად დაგვიჯდება დაგვიჯდება იმიტომ კი არა კაცო რომ ფასი იქნება ცუდი კაცო ვინმე აქ ტანკი კი არ შემოვარდება კაცო არა რას პიჭკის დღეს როზე პარაზიტი ქვეყნის სტატუსი გაქვს კაცო შენი თელი ეკონომიკა და შენი თელი აღწევება კაცო შენზე არ არის დამოკიდებული შენ რაც გქონდა სხვას გადაეცი კაცო შენი შვილების გაზაც სხვას გადაეცი შენი შვილების განათლებაც სხვას გადაეცი კაცო შენი უსაფრთხოებაც სხვას გადაეცი კაცო ვისაც გადაეცი ის გეუბნებათ ეხლა შენ უკვე всё давай ნახრე ნაკედან აღარ გჭირდები იმასთან შევთანხმდი კაცო ნუ აღარ შენ ნუ რუკა პაჟატნი თუ ქართველებმა ეს ჩვენთვის არ გავაკეთეთ და ეს არ შევცვალეთ როგორც რუსთაველზე მოსიარულებ როგორც აი რა ვიცი ნებისმიერი კატეგორიის ხალხმა ფას გადაგახდევინებენ მეთქი და თქვენ ძალა კი არა გაქვთ საერთოდ თქვენ რუსთაველზეც ვეღარ გამოხართ მე იცოდეთ ესე ხდება ყოველთვის კაცო კიდე ერთხელ გეუბნებით უყურე ფასი აი მარტივად გეუბნებით გადაწყვიტა თურქეთმა რომ წაოკლარჯეთი ჩემია დანარჩენმა მსოფლიო ერებმა უთხრეს რომ თურქეთის ქართველების აბა საიდან არის კაცო ქართველები არ შევეგუეთ დავით გარეჯი არის აზერბაიჯანელებისო ბიჭო თქვა იმ კაცმა შამე შეეწინააღმდეგეთ ბიჭო და ესე იტყვიან კაცო ხვალეც ვინც რას მოხვეჭავს კაცო ის გეუბნებით ხვალ უპრავდება ხო რა თქმა უნდა დარია გაუგებარი რამე კი არ ვიგონი და ანალიზ კი არ ვაკეთებ კაცო რამის ეს ისტორიაში ჩვენ უკვე გადაგხდა კაცო ჯო სასწაული იცი ვერას რა სასაცილო ასატერალი არ იყოს აი მაგალითად რო რამე მოხდეს და საქართველოს შუაგული ნაწილი მაგალითად იმერეთი ზესტაფონი ავიღოთ ზესტაფონი რო ვიღაცამ წაიღოს შუაგული ნაწილი ირგვლივ ხო საქართველოა და ერთი ორი წლის მერე როგორ ზესტაფონი ჩემიაო მაგალითად სომხეთმა წაიღო ზესტაფონი და თქვა სომხეთმა ჩემიაო ჩვენ კი შენი არა სხვანაირად გეუბნები თვითონ ქართველები საქართველოში ტიპმა აწია ფეხბურთის დროს რომ საინგილო და გრუზიაო გავიქან და 3 წელი მივეთით სროკი ხო აი ესეთი ხო გადავიწყოთ ისა კაცო
ასე არ მოხდეს კაცო სხვა რამეზე რომ თქვენმა შვილიშვილმა არ დაწეროს აფხაზია და გრუზია და არ მოკიდონ მე თქვენ მოსულმა ხელისუფლებამ და ციხეში არ ჩააძინო. აი ვიგულისმე ზუსტად მე ეს გამოცდილება ამას ვონები კაცო ჩვენ გვაქვს რაც ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია საერთოდ ისეთი რაღაცები ხდება. ხო რა არის ის შემგუებელიერი ვარ ჩვენ ასე და რო შეგო რასიზამ რო? აი მოდი არ შეგო ტაოკლადეთის და რასიზამ კაცო. ვერაფერს ვერ ახლა მინდა მამუკა დინარაძის უთრა. აი ახლა პირველად ვამბობ. რაო მამუკა მეტრეველის ქალმა ვერ დაგიცვათ ისე ბაკოში რო შეტახდით რაღაცეებზე. ვერ გამოვიდა ის კონცერტი? რაო, რავი 21 წელშიც იყვნენ აქ ვაფშეტა ბრიტანეთის ჯარი იდგა, მაგრამ რატომღაც მე ერთ დღეში მოკოსთხლეს აქედან. ამიტომ ყველაფერი ვიცით, ვინც საჭიროა იმ ხალხმა. ტყურია და კარგად მისმენენ რა. ეგ სახელმწიფო, კარგად რა თქვა ლავრომა, არაერთი დიდი ბრიტანეთი არ არის, კაცო, ერთი ჩასრული ქვეყანა, აი ესე გადაეცით იმ მეტრეველს რა ეგ. და სულს რო ღაფავს რო უკვე რა. ხო, ვერ გიშველათ ბატონებო და ვერც ვერაზოს ვერ გიშველია. იმდენად უსუსურები ხართ თქვენც და ისინიც კიდე იქა. ამიტომ თქვენი წამზომი ჩართულია 100%-იანს გეუბნები, ეხლა არის კიდე როლები. საპატრიარქოს, ანუ რასაც ვამბობდი, საპატრიარქოს და მე მგონი საპატრიარქო ეხლა ამას დაიწყებს. აუცილებლად ეთქვი, სხვა გამოსავალი მას არ აქვს. ამიტომ ვამბობდი ყველა ინტელექტუალს წერას, მწოდნეს, პროფესორს, იმას, შექმენით ჯგუფი, მოუყურებთ ხელისუფლებას, ესენი სულ აგონიაში არიან, ესენი ამათ არ თორიდინება, ან ქვეყნის დაზიანების ხარჯზე სწავლენ, ან შეინარჩუნებენ სახეს და ის რომ საპატრიარქოს ნებას დაყვებიან. ხას უსმევ. აბულაძეს კი არა, საპატრიარქოს, რომელიც არის 1700 წლის, იმის ნებას დაყვებიან. ყველა ინტელექტუალს, ყველა პოლიტიკოსს ცუდია, კარგია, გუშინ ამაზე აკეთებდა, მე იმან წავიდა იმაზე ხელი მოაწერა რაღაც სიგიჟეზე. კიდევ ერთხელ ეს ფუფუნებად დამთავრდა. ის ფუფუნებად დამთავრდა, რომ ეძახოდით, რომ ყირიმი აგრესია მოხდა, იმიტომ რომ აგერა თქვენმა პატრონები რასაც აკეთებენ, კი ვხედავ. საერთოდ აგრესია თუ გინდათ რაც არის, რასაც თქვენ ეძახოდით, ამერიკელებს შეხედეთ. და აგრესია თუ გინდათ, აგრესია კუბში აყვანილი ეგ არის. სწორია, ესეც უნდა ყოფილიყო. ესეც უნდა ყოფილიყო, ამას არ უყიროდი, კაცო. თქვენ ახლა აქ რაღაცებს რო იგონებთ, აქ სიგიჟეებს, რომ ტოლერანტობა, რომის სტატუ, ჟენევის კონვენციები, ჰააგის სასამართლოები, იმის რაღაც სიგიჟეები, ამის სიდებილოები და რაღაცა ამაში რო აცხოვრეთ ხალხი და რა ახალგაზრდობაც გამოზარდეთ. ეს ყველაფერი დამთავრდა. ამიტომ ყველა იმ კატეგორია ხალხს ვუყურები. ინტელექტუალურ, ხელოვნების, ვინც არ უნდა ის იყოს, ვისაც რა რესურსი გაქვთ, გააბით კონტაქტები. გააბით კონტაქტები, სახალხო დიპლომატია იქნება თუ ის აი მაია ნიკოლაიშვილმა გენიალურად ახსნა რა, აი გენიალურად ახსნა. ეგ ვიცი ნახე და კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება სიტუაცია. რა თქმა უნდა. გაი გადაცემაში ძალიან მცირე დრო დაგუშვა და არ შემიძლია რომ მაინდა-მაინც არ შევეხო ამ ევროკავშირს და იმ ჩემს საოცნებო საყვარელ კაცს, რომელიც გვაუოცებს ესეთი კვირა თავის განცხადებებით. ევროპა ხო მაგას მიხვდა რაც თქმაც არ უნდა და ისე ხდება ხალხი. ახლა ერთი თვის არ გვინდა აი წინა გადაცემაში რო გვეთქვა რომ ახლა ვინა? ახლა რა არის კაცო? აი თავი. ხო, აი წინა გადაცემაში რო გვეთქვა. თუმცა რაცაც აი კულისებში ლაპარაკობდით. კი წამომცლა, თუ კარგად დაუკვირდებიან გადაცემაში წამომცლა, კაცო კიდე ერთმანეთს დაერევიან მეთქი, ეგენი მეთქი. რომ მეთქვა რომ ევროკავშირი და ამერიკელები და ნატო და ეს რა ევროკავშირი ერთმანეთს დაეტაკებიან ერთმანეთს. აი ჯარები შეყავდა გამოყავდა იქ გრენადიაში ხვდებით იქ რა მარაზმია უკვე. ანუ ეს არის ჩამონგრეული ევროკავშირი, პრაქტიკულად დაშლილი, დაფქუცმაცებული. იქ არავინ აღარ შევაკათ და აღარ ის ქვეყანა ეს ჩვენი ექსპერტები გამოვიდნენ ჯორჯიან თაიმზე და ნუ ამასო 7-6 წელი დაჭირდებაო მაგათ ჩამოსვლასო. წარმოგიდგენია აი ესენი არიან
პოლიტიკის მეცნიერება და დოქტორები რა ის ბიჭო 7 წელი ნეტა ამ წლის ბოლომდე მიაღწიონ კაცო რა ის 7 წელზე მელაპარაკებით მაგრამ ნუ მაგათაც მეტი არ იციან კაცო ეხლა ის ღვინოზე ეგაც უნდა აღნიშნო ახლა ღვინოსო თუ ტრამპი აკრძალავსო აგერო კაცო ქართველებსო აიგრე დოსტოპი გვექნებაო და მიდავაება შეყარე ხა კინძმარაული და ისენიო კაციტელიო ხო ბიჭო იმ ჭკუაზეა ახლა შენ ის რა ქვია რო ახლა შენ დაგითხოვს ახლა ბორდომ ის და საუკუნეებით ბაზარი ну მოკლედ ეგენ სიგიჟეში არის ფრანგული მას რაღაცა იმპორტს დავძირო შენ შევდივართ კაცო აიგრე შტორმით შევდივართ ну სიგიჟეში არის ეგენიც დამთავრდებიან კაცო მაგე ან გოზე მოვდენ კაცო თეგო არაფერს ახალს ის რასაც ევროკავშირში ხდება აი აქ ბედაში მაღაზიებს საუბრობდით კაცო ტრამპი უკვე ყველა ტრამპის განცხადება არის მიზანმიმართული შეგნებულად შეურაცხყოფის მიყენება გაბანძება ხდები აი ევროზე ეკონომიკაზე ლიდერებზე აი თითქოს აი შეგნებულად უნდა რომ დაამციროს შეურაცხყოფა მიაყენოს მაგასვე ნაცვალი ეს ვიყოფილა კაცო ჩემიანი ყოფილა ბიჭო ტრამპი რო ყოფილა თუ ჩემიანი ყოფილა დაიწყო რა ტიპმა როგორც იკლა ალიასკის პირობების შესრულება დაიწყო ამ კაცმა კაცო ხურავი თქვა ტრამპი ხო აგვარად მაგრამ ქართულად აბულაძე დაიწყო კაცო და მაგარი კაცია მაგარი ამიტომ ეგ თემაც რა ევროკავშირი თვითონ აღარ ჯერათ ხო რა თქმა უნდა თვითონ ამობენ უკვე რომ ჩვენ რაღაცა შეიარაღება უნდა შევქნათ ჩვენ რაღაცა სიგიჟებს ებღა უჭებიან ხო ორბანმა ხო თქვა მაგრამ რა თქმა უნდა ტრამპი გამოვიდა და თქვა კაცო ეს დღესარები ხვალ აღარ იქნებაო კაცო ხო მე ორბანმა რო თქვა ის სიტყვები მე არ გავალო ევროკავშირში თვითონ იშლებია აზე გავიდე ყველამ ვიცით საქართველოში თენგო აი ყველაზე ბინძრუმა ლიბერალმა ცითის ეგა მაგრამ ამას ჯერ ღიად ვერ ამბობენ იტყვია მაგის დროს მოვა აუცილებლად მოვა მაგის დრო საქმე რაშია რომ ეს სისტემა ცხოვრების წესი და სისტემა აი რადიკალურად მიუღებელია კავკასიაში ჩვენ სამეზობლოში ამას დიდხანს ჩვენი სამეზობლო ვერ შეეგუება და მართლებიც არის შენ რომ მაგათ ადგილზე იყო ეგენ თქვენ წესი მოიქცევოდით კაცო როგორ შეიძლება რომელიღაც ტერიტორიიდან საქართველოში ბიჭო 34 წელია სულ საფრთხე და საფრთხე ემუქრება ყველა ჩვენ სამეზობლო იმას კაცო რა უბედურება გჭირს ესა კაცო არ ვიცი არა ვერ გეტყვი რა წახვედი ბიჭო და ირანის სოდომიტებს შენთან მოაწყობინე აქცია ბაქოში 12 კაცი ზის მეხვარ ვითხოვები კაცო შედით და ნახეთ კაცო 12 კაცი ციხეში ზის იმიტომ რომ საქართველოსთან დაფინანსებული ну ვიდამიშულება ხელისუფლებისგან არა კაცო ჩვენ არ გამიგო რომელიც ფინანსდებოდა საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის კონსტიტუციური ხელისუფლების დამხობის იმაში ცელობაში ის მეზობელი არ გიყურებს კაცო ესე ბიჭო ნუ შეგვაძულეთ თავი კაცო ნუ ამოვიხედით ხელში ამ თქვენი სიგიჟეებით კაცო და შენ რო იყო მაგათ ადგილზე რა სიძამდი რა უნდა ვქნათ აი ესე და თან არაადეკვატური ხელისუფლება კაცო ეს ლაპარაკობს კაცო პოსო არაადეკვატური თავისი მოსახლეობით კაცო მოსახლეობაც რაღაცის ამოსახლეობაც რა კომპლექსებში არიან კაცო ესეთ მეზობელი კი არა შვილი არ გვინა გადავირი ამიტომ ყველაფერი აქ თენგის ან ჩვენ თვითონ მივხედავთ ამ ქვეყანას ან ჩვენ გარეში მიხედავი როგორც საჭიროა ისე ამიტომ ჯობია ჩვენ მივხედოთ არაფის არ დაუჯეროთ აბულაძეს გიჟია რაღაც საპატრიარქოს დაუჯერეთ უკვე ხო ხედავ რა ტალღაზე გადავედი იმიტომ რომ დავინახე იქიდან სიგნალები და ჩემთანაც მოვიდნენ შობის ღამეს მოვიდნენ მელაპარაკდნენ დაუჯერეთ საპატრიარქოს ხო სვავთ სატრიძულოს კაცო აი პატრიარქი ბიჭო მარტო სატრიძულო ხო არა დაუჯეროთ ერთხელ დაუჯეროთ ღმერთო ჩემო ერთხელ დაუჯეროთ საპატრიარქოს მოჩეკინო არაფერი ჩვენ გადასარჩენი არ გჭირს არაფერი ხო ზოგიერთი მაგალითად არ სვავს პატრიარქის სატრიძულოს მაგრამ ხო ამბობს ყოვლადწმინდა სატრიძულოს ხო ამბობს კაცო ხო ერთხელ და მოჩეკინო ვინ დამიჯერეთ კაცო არც იმათ დაუჯეროთ არც მე თქვენ ყველა საერთო პატრიარქს დაუჯეროთ მოჩაკინო და გადასარჩენით არაფერი არ გჭირთ მეთქი კაცო რა თქმა უნდა კარგით ბატონო პატა ეს იყო სპეციალური გამოშვება
ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ მომავალ პარასკევს შევხვდებით ერთმანეთს და პატრონმა პატამ ჩემი სათქმელი სიტყვები კი თქვა, მაგრამ მე მაინც დავამატებ შევიყვაროთ ერთმანეთს და ყველაფერი კარგად იქნება. სიძულვილი გადავდოთ და კომპლექსი